გელათის სამონასტრო კომპლექსში კედლის მხატვრობის კონსერვაციის ფართო მასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს. Ამ დროისთვის გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებთან ერთად ხორციელდება სახურავის ზონდაჟების გახსნა. შემდეგ ჩატარდება სახურავების სტრატიგრაფიის კვლევა. მიმდინარე სამუშაოებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აწარმოებენ. ადგილზე იმყოფებიან გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე, მინერალოგიის პროგრამის უფროსი პროფესორი სტეფან ლაუე და ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი მიკრობიოლოგი დანიელა იზოლა. როგორც არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა აღნიშნა, საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესს, სწავლობენ მხატვრობის დაზიანებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ბუნებას და ახორციელებენ აქტიურ ფართო მასშტაბიან საკონსერვაციო ჩარევებს. მინერალოგიისა და მიკრობიოლოგიის მიმართულების სპეციალისტები იკვლევენ გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ პრობლემებს, რათა გამოავლინონ მინერალური და მიკრობიოლოგიური პათოლოგიები, მათ შორის მარილების წარმოქმნის მიზეზები. აღნიშნული სამუშაოები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მამა კირიონმა განმარტა, ამ ანალიზებზე და კვლევებზე დაყრდნობით მარტის თვიდან ისევ განახლდება ფართო მასშტაბიანი სამუშაოები. დღეს გელათში მიმდინარეობს მხატვრობის კონსერვაციის ფართომასშტაბიანი სამუშაოები. ჩამოსულები არიან ქართული კონსერვაციის ჯგუფის სრული შემადგენლობა და მათთან ერთად ჩამოსულები არიან მათი საერთაშორისო ხელმძღვანელები ბატონი სტივენ რიკერბი და ბატონი ლიზა შეკედე. ასევე ჩამოსული არის მინერალოგიის პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ბატონი სტეფან ლაუე და ასევე ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი მიკრობიოლოგი ბატონი დანიელა იზოლა. მათ მიერ მოხდება დაკვირვება და ანალიზების აღება. ასევე ჩვენ ვახორციელებთ გადახურებზე ზონდაჟების გახსნას და ბატონი სტეფან ლაუე აიღებს ყველა იმ მისთვის საჭირო მასალას, რომელსაც ის ჩათვლით, რომ საინტერესო არის კვლევის კუთხით, რომ საბოლოო ჯამში დავადგინოთ ის პათოლოგია, რომელიც ჩვენ გვაქვს გელათში იმ მარილების სახით, იმ სიმრავლის სახით, რომ მარილების რაოდენობა აღემატება უკვე 12-ს, თუ საიდან მომდინარეობს აი ამდენი ჯგუფის მარილის პათოლოგია გელათის მხატვრობის ინტერიერში. ასევე ბატონი ლიზა და ბატონი სტივენ რიკერბი განახორციელებენ ისეთ რთულ მანიპულაციებს, რომელსაც ქართული ჯგუფი ჯერჯერობით თავს იკავებს, რომელზეც ამ სამუშაოებზე და ამავე დროს ისინი ამ რთულ მანიპულაციებში ასწავლიან ჩვენ ქართულ სპეციალისტებს აი ამ რთული მანიპულაციების შესრულებას. საბოლოო ჯამში ეს პროგრამა გასტანს 2 კვირის განმავლობაში და შემდგომ ამ შედეგებზე მუშაობის, ამ ანალიზების და მუშაობის შედეგებზე დაყრდნობით უკვე მარტის თვიდან ისევ განახლდება ფართომასშტაბიანი სამუშაოები. თუმცა აქვე დავსცენ, რომ ყოველ თვე 10 დღის განმავლობაში ქართველი მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფი ჩამოდიან გელათში, ისინი აწარმოებენ მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებს და მონიტორინგს. ჩვენ ახლა გადავედით კომპლექსურ ეტაპზე, რომელშიც ჩართულნი არიან სხვადასხვა დარგის მეცნიერები, მიკრობიოლოგიის, მარილების და სხვა მიმართულებების სპეციალისტები. ამ ეტაპზე ხდება კომპლექსური მდგომარეობისა და დაზიანებების მართვა. მხატვრობის ყველაზე არასტაბილური მონაკვეთების დასტაბილურების შემდეგ იწყება სწორედ ეს კომპლექსური ეტაპი, რომელიც მოიცავს როგორც მიკრობიოლოგიური, ისე მარილოვანი პროცესების მართვას. მე და სტივენ რიკერბი გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის ჯგუფს ვხელმძღვანელობთ. ჩვენ ვაგრძელებთ კვლევებს მარილების, მიკრობიოლოგიის მიმართულებით. პარალელურად კი მიმდინარეობს კომპლექსური ფიზიკური საკონსერვაციო სამუშაოები. ეს ფიზიკური სამუშაოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხორციელდება სპეციალურად იმ მასალებით, რომლებიც აუცილებელია გელათის ტაძრისთვის. ამ მასალების ნაწილი შექმნილია უშუალოდ აქ, ლაბორატორიაში. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავისა და აფრების საკონსერვაციო სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, რაც ჩვენს შედგენილ გეგმებში შედიოდა.
გელათში ვიკვლევ მარილების კრისტალიზაციის პრობლემას, მათ მიერ გამოწვეულ დაზიანებებს, აქტივაციის მექანიზმებს და იმ გზებს თუ როგორ შეიძლება მათი კონტროლი და სტაბილიზაცია. მარილები გელათის კედლის მხატვრობის დაზიანების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ არსებობს მარილის 13 სხვადასხვა სახეობა, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებენ ტენიანობაზე. თითოეულ მარილს აქვს კრისტალიზაციისა და დნობის განსხვავებული ტენიანობა და ტემპერატურა. შესაბამისად, სრულიად განსხვავებული ქცევა. აუცილებელია ზუსტად შევისწავლოთ თითოეული მათგანის გავლენა და ის, რა დაზიანებას იწვევს კედლის მხატვრობაზე. ამ დაკვირვებებისა და პასუხების მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება მათი კონტროლი, მოცილება და შემდგომი დაცვის უზრუნველყოფა. მე ვარ იტალიელი მიკრობიოლოგიის სპეციალისტი. გელათში ვიკვლევ მიკრობიოლოგიური დაზიანებების საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად განვსაზღვროთ, რა სახეობები გვხვდება და რა ტიპის დაზიანებებს იწვევს. ხშირად მიკრობიოლოგიური დაზიანება შეიძლება აგვერიოს ზედაპირულ ნადებში, თუმცა ეს შესაძლოა იყოს კონკრეტული მიკრობიოლოგიური სახეობა, რომელიც იწვევს როგორც მასალების ფიზიკურ და ქიმიურ ცვლილებებს, ასევე ცვლის მათ ვიზუალურ მხარეს. გელათის მიკრობიოლოგიური კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად გელათისთვის, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს მსოფლიო მასშტაბით მიკრობიოლოგიური დაზიანებების შესახებ ცოდნის გაღრმავებაში. Ეხლა არის რიგითი შეხვედრა სხვადასხვა სპეციალისტების, მათ შორის უცხოელი სპეციალისტების, სტივენ რიკერბი, ლიზა შეკედე, სტივენ ვაუ და დანიელა იზოლდა. ისინი არიან სხვადასხვა სპეციალისტები, სხვადასხვა სფეროდან, მინეროლოგია, მიკრობიოლოგია, კედლის ფერწერის კონსერვაციის გუნდი. ეხლა ამ მომენტში ტარდება შურფების გახსნა, იმისთვის რომ გამოვიკვლიოთ სახურავების სტრატიგრაფია, სხვადასხვა ფენების სტრუქტურა.